რუსეთის საქართველოსთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა კავკასიაში ყველა შეფერხებული სატრანსპორტო გზის განბლოკვაზე. მათ შორის განიხილება რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობა აფხაზეთის ტერიტორიის გავლით. რუსეთის ვიცე-პრემიერის განცხადებას დღეს შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა. ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ რუსულ მხარეს მათთან კომუნიკაცია არ აქვს, სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა კი ოცნების ხელისუფლების თანხმობის გარეშე შეუძლებელია. თემასთან დაკავშირებით კომენტარი გაკეთდა საქართველოს რკინიგზაშიც. მათი თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის და გაუგებარია რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში. სარკინიგზო მიმოსვლა ოკუპირებულ ტერიტორიასთან რუსეთს ისედაც აქვს. ანუ აქ არაფერი ახალი არის, რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების იმ ტერიტორიას, სადაც საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია სრულად ხორციელდება, თქვენ რა გონეთ ახლა მატარებელი გაივლის ისე რომ ჩვენ არავინ დაგვეკითხება თუ რა რისკებზე საუბრობთ ერთად. ხო, განცხადებები თავის დროზე გვახსოვს, მათ შორის გზის მშენებლობა კავკასიის ქედის ჩრდილოეთით და ამაზეც გვახსოვს ცდილობდნენ სპეკულაციების აწყობას, რომ საქართველოსზე როგორ უნდა გადმოსულიყო ეს გზა. ახლა ჩვენ და დაუკითხავთ, არაფერი არ მოხდება. ერთი, მეორე, რუსეთის ხელისუფლებისთვის ცნობილი არის დიდი ხანია რა არის ჩვენი პოზიცია. ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ყველანაირი ურთიერთობები აღდგება, იმ მომენტში, როდესაც რუსეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ოპოზიცია იმ რისკებსა და გამოწვევებზე საუბრობს, რომლებიც შესაძლოა რუსეთ-საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას მოჰყვეს. მათი თქმით, საკითხი მხოლოდ ეკონომიკური კუთხით არ უნდა განიხილებოდეს, რადგან რუსეთის ინიციატივა საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს პირდაპირ უკავშირდება. ეს მინდა გითხრათ, რომ არ არის მხოლოდ საუბრები, ეს არის სამუშაო პროცესი, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ოკუპირებულ გალში რუსული კერძო ინვესტიციებით უკვე აშენებული არის ეგრეთ წოდებული გალის ტერმინალი, სადაც ამ ტერმინალის ხელმძღვანელი საუბრობს იმაზე, რომ რკინიგზა უნდა მოვიდეს გალამდე და სადაც საუბრობს იმაზე, რომ პოლიტიკური სტატუსის გადაწყვეტა ამ მიზნით არის აუცილებელი. პოლიტიკური სტატუსი ბუნებრივია ვერ გადაწყდება ამ პირობებში საქართველოს ინტერესების შესაბამისად. ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გაიზრდება ზეწოლა რუსეთის მხრიდან ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის აღიარების კუთხით, ისევე როგორც კვადრატებული რკინიგზის გახსნით. ვიდრე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგენილა და ვიდრე თუნდაც ერთი რუსი ჯარისკაცი იმყოფება საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე, არანაირი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და არანაირი ეგრეთ წოდებული აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენა არ შეიძლება შეესაბამებოდეს ქართულ ეროვნულ ინტერესს და დაუშვებელია, რომ მსგავსი მოხდეს. ამავე დროს ცხადია, ჩვენ ვხედავთ იმას, რომ 13 წლის განმავლობაში ქოცურმა რეჟიმმა ვერ შეძლო ვერავითარი პოლიტიკის შემუშავება საქართველოს ტერიტორიული გამთლიანების მშვიდობიანი დეოკუპაციის მიღწევის მიზნით და ეს არის ძალიან კარგი ილუსტრაცია იმისა, თუ რამდენად სუსტი არის რეალურად ეს რეჟიმი. რუსეთის ვიცე-პრემიერმა ასევე თქვა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება დაიწყოს მოლაპარაკებები სომხეთის რკინიგზის ორი მონაკვეთის აღდგენაზე, რაც უზრუნველყოფს მათ დაკავშირებას აზერბაიჯანის რესპუბლიკის რკინიგზასთან ერასხის რაიონში, ასევე თურქეთის რესპუბლიკის რკინიგზასთან ახურიანის დასახლების რაიონში. ალექსეი ოვერჩუკის თქმით, გზის აღდგენა რუსეთს მისცემს შესაძლებლობას ჰქონდეს პირდაპირ სატრანსპორტო კავშირი აზერბაიჯანთან და თურქეთთან ხმელთაშუა ზღვის პორტებზე გასასვლელით და ასევე ირანთან, სპარსეთის ყურისა და ინდოეთის ოკეანის პორტებზე გასასვლელით.